ქედის სათემო რადიო, შენი ამბავი, ჩვენი ეთერი. აქ ქედა ლაპარაკობს, შენ უსმენ ქედის ხმას. მივესალმები სათემო რადიო ქედის ხმის მსმენელებს. მე გახლავართ ამ გადაცემის წამყვანი მადონა ფალავანდიშვილი. დღეს ვსაუბრობთ საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე, ეს არის ბავშვთა უფლებები და სხვათა შორის ეს თემა რადიოს პროექტის ფარგლებში საჯარო შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებისაგან წამოვიდა ამ თემასთან დაკავშირებით ინტერესი. დღეს მოვიწვიე იურისტი, ძალიან კარგი ადამიანი, ჩვენი დიდი ხნის ნაცნობი და მეგობარი თაზო მჟავანაძე. მადლობა თაზო, მოგესალმები. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ამ ხელაგზა რომ გამოიარე ჩვენთვის. მადლობა. მიხარია სტუმრობა. საინტერესო საქმეს აკეთებ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ვითარებაში თემში სათემო რადიოს და საინფორმაციო წყაროს არსება, რომელიც მოსახლეობის სოციალურ ინტერესებს ემსახურება და ცნობიერების ამაღლების კუთხით უმნიშვნელოვანესია მსგავსი პროექტები და გისურვებ წარმატებას. მადლობა უღრმესი. ეხლა რომ დავიწყოთ, კი ბატონო. ჯერ თავად გაგვეცანი, იმიტომ რომ მე კი გიცნობთ და ჩვენი ორგანიზაცია კი გიცნობთ, იმიტომ რომ ამდენი ხნიანი თანამშრომლობითი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ და მსმენელებმაც რომ უფრო ახლოდან გაგვიცნოთ, ვინ ბრძანდებით, რას წარმოადგენთ, სად მუშაობთ და ასე შემდეგ და მე გადავიდეთ უკვე დღის იმ თემაზე, რისი განხილვაც გვინდა. კი ბატონო, მე გახლავართ პროფესიით იურისტი, საჯარო სამართლის მაგისტრი. აქვს წლიანი გამოცდილება როგორც საჯარო სექტორში, ასევე არასამთავრობო სექტორში მუშაობის. ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას, ვცდილობ რომ როგორც შეშმოპირი ვიყო საზოგადოებრივად აქტიური და თქვენი თემაც ჩემთვის პროფესიულადაც საინტერესოა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ თემში და მაღალმთიან რაიონებში ესეთი ტიპის პროექტები და საუბრები ტარდებოდეს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება და ჩვენთვისაც როგორც პროფესიონალებისთვისაც ხედვა როგორი არის მოსახლეობაში უმთავრესია და ამ ხედვის გააზრება და გაანალიზება ძალიან დიდ მნიშვნელოვან როლს წარმოადგენს ჩვენი პროფესიულ და ზოგადად საზოგადოების განვითარებისთვის მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ბავშვის ინტერესებს. კი ბატონო. და ძალიან სწორად აღნიშნეთ, ასევე მნიშვნელოვანია ეს რომ სად ხა ამ საქმის მცოდნე პროფესიონალი და გამოცდილი ადამიანი გაუზიარებ არსებულ და გროვილ გამოცდილებებს და ცოდნას და სად თქვათ ჩვეულებრივი რა. ხო, დავიწყოთ ბავშვთა უფლებებით, აი თქვენთვის პირადად რას ნიშნავს ეს ყველაფერი, თქვენ რომ ამ თემას ეხებით, პირველ რიგში რა გაფიქრდებათ? პირველ რიგში ბავშვთა უფლება ეს არის ზოგადად უფლებიდან დავიწყოთ. მოდით, უფლება ეს არის ადამიანის მოქმედება კანონის ჩარჩოში და ზნეობრივი მორალური ინტერესების დაცვით, როგორც სხვისი, ასევე საკუთარი თავისაც. იურისტებს გვაქვს ძალიან კარგი გამოთქმა, ჩემი ხელის გაშლა მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი სახე. ეს იმას ნიშნავს, რომ მე შემიძლია რაღაც ვაკეთო, მაგრამ ეს არ უნდა არღვევდეს სხვის ინტერესებს. უფლება არ არის ინდულგენცია, უფლება არის მერკეტი და საშუალება იმოქმედო შენი, ასე ვთქვათ, კეთილდღეობისათვის, მაგრამ ამავე დროს გახსოვდეს, რომ არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომლებსაც ამ უფლებით არ უნდა მიაყენოს ზიანი და უფლება ისევე როგორც ადამიანი ჰაერის გარეშე არ არსებობს ვალდებულების გარეშე. ძალიან გამოიკვეთა ტენდენცია ბოლო წლებში, რომ საუბრობთ მხოლოდ უფლებაზე და მე მაქვს უფლება, მაგრამ ყველას მეტნაკლებად გვავიწყდება, იმიტომ რომ უფლებას ყოველთვის მოსდევს მოვალეობა. ვალდებულებების გარეშე არ შეიძლება განვიხილოთ უფლება. უფლება არ არის ცალკე განყენებული ცნება, ეს არის კომპლექსური სამუშაო, ასე ვთქვათ, წყარო იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს საკუთარი ინდივიდუალური თუ სოციალურ-ეკონომიკური რეალიზება, მაგრამ ამ ყველაფერს მოყვება ვალდებულებები. მაგალითისთვის რა აქვს, ხო, უფლება ბავშვს აქვს, მაგალითად მიიღოს განათლების უფლება, მაგრამ
მას აქვს ასევე ვალდებულებები დაიცვას შინაგანი წესი სკოლის თუნდაც და შეძლოს ასე ვთქვათ საკუთარი განვითარებაც მაგრამ უნდა იცოდეს სად შეიძლება რომ გაჩერდეს და რა შეიძლება რომ მისთვის დაშვებული იყოს ეს ნებისმიერ ადამიანს ეხება მარტო უფლებებში არ არის არა კი არა მაგრამ ბავშვისთვის ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ უფლებას და ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იმიტომ რომ საწყისია და უფროსმა თუ პედაგოგმა მას უნდა მიაწოდოს უფლების შესახებ ცნობა და თავარია რომ ეს უფლება რა არის სწორად იყოს მისთვის გაგებული. ეხლა რომ გადავიდეთ მშობლების ჩართულობაზე და ზოგადად მშობლების ვალდებულება რა არის ბავშვთა უფლებებთან მიმართებაში. რა როლი აკისრია მშობელს? ბავშვი არის არასრულწლოვანი და რეალურად ისინი არიან პასუხისმგებლები ბავშვის ამა თუ იმ უფლებების დაცვაზე, აქცევებზე და ასე შემდეგ. ამ თემაზე რომ გავაკეთოთ აქცენტი. კი ბატონო. ჩვენ იცით რომ კანონმდებლობა ზოგადად იცნობს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის ნაწილს ვიცნობთ. ხო, საერთაშორისო ეს არის კონვენციები, კოდექსები და ხელშეკრულებები, ეროვნული არის კონსტიტუციური ვალდებულება, კოდექსი, ბავშვთა უფლებების და სხვა კანონმდებლობა, მათ შორის გადათლების კანონმდებლობაც, რომელიც ჩვენ გვაქვს, სადაც აი ბავშვის სასკოლო სივრცეზე საუბარი ზოგადი განათლების და უნდა განვიხილოთ აი კოდექსიდან რო ავიღოთ, უნდა განვიხილოთ ბავშვის უფლება, როგორც ბავშვის საუკეთესო ინტერესი, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოება, განათლება, ჯანდაცვა და ყველა ის ხელმისაწვდომი ბერკეტი, მათ შორის ღირსეული ცხოვრების უფლებაც ეს არის ბავშვისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი. ბავშვს უნდა შევხედოთ უფლებების განხილვის დროს როგორც ინდივიდს. გადაწყვეტილების პროცესში ბავშვი უნდა იყოს ჩართული იმდენადაც, რამდენადაც მისი გოდიბრული შესაძლებლობები იძლევა ამის საშუალებას და საუკეთესო ინტერესი ნიშნავს, რომ ყველა დონეზე, ყველა ასპექტში და აქ მშობელს ენიჭება განსაკუთრებული როლი. იცით რომ ინტერნეტში უნიშნულოვანი მონოპოლია გლობალურ სამყაროში, მაგრამ აქ ბავშვის უსაფრთხოების ნორმებიც უნდა იყოს დაცული, კი აი კონტროლი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ხეში კონტროლი, ეს უნდა მოიცავდეს ბავშვის იმგვარ კონტროლს, რომ უსაფრთხოება მისი მორალური ზნეობრივი განვითარება თუნდაც გარკვეულ კონტექსტზე წვდომის შეზღუდვა ეს დაშვებულია. მშობელს აქვს სხვათა შორის ახლა ჩაგეჭრები აპლიკაციები არის მშობლის კონტროლი, რაღაც მსგავსი, რითაც ბავშვი რა დროს ატარებს თქვა რაღაც ინტერნეტ სივრცეში რა საიტებს სტუმრობს, ან რას თამაშობს და ასე შემდეგ, ამაზე აქვს მშობელს ცდომა. მაგრამ ერთი შეხედვით თქვათ ეს კარგია დაცულობის თვალსაზრისით, რომ მშობელს გაქვს ინფორმაცია, მაგრამ მეორე თვალსაზრისით ეს რომ ბავშვმა გაიგოს ხომ არ დაკარგავს ნდობას მშობლის მიმართ. იცით რა? რა შედეგი შეიძლება მოყვეს? კი, გეთანხმებით, მაგრამ ნახეთ ბავშვის მიმართ ეს არის მისთვის კეთდება. კი ბატონო. უსაფრთხოება არის მისთვის. არის რაღაც, სადაც არ უნდა ჩაერიოს, მშობელი აი აგრესიული მოპყრობა თუ გდებავთ, აი რაღაც სხვა ასპექტები, მაგრამ როცა ბავშვის უსაფრთხოებას ეხება, იქ კონტროლი აუცილებელია და გამართლებული კი არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება ბავშვი ვერ იაზრებდეს თავისი, ასე ვთქვათ, რესურსებიდან გამომდინარე იმ უსაფრთხოების პრობლემატიკას, რომელიც მას შეიძლება ჰქონდეს და აქ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი, გაიცით რომ გაბკაცრებულია არასრულწლოვანთა მიმართ ყველა დანაშაულების ქმედებაზე, მათ შორის კიბერ მიმართულებაზე, აღსრულების მექანიზმები და აქ აუცილებელია რომ ერთმნიშვნელოვნად მშობელმა იცოდეს რას აკეთებს მისი შვილი. ეს არ არის ვინმეს მიერ კონტროლი, ეს კეთდება სწორედ რომ ბავშვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე და თავარი ბავშვს უნდა გაიგოს რომ
მას არ აქვს ყველაფრის ცოდნის შესაძლებლობა მიუხედავად ინტერნეტ საფყაროსი. და მშობელი არის ის ერთგვარი მეხამრიდი და ბერკეტი, რაც გარკვეული უსაფრთხოების ნორმებით მას იცავს, ოღონდ ეს არ უნდა იყოს სპარტანული წესი და რაიმე გადაჭარბებული და ფსიქოემოციურ მას არ უნდა შევეხოთ ბავშვს, მაგრამ თავარი არის რომ ბავშვს კონდეს დაცულობის შეგრძნება და ნდობა. აი ხო არაიურიდიული მიმართულებაზე გავაკეთებ აქცენტს. თავარი არის რომ ბავშვთან ისაუბრო. ყველაზე მთავარი არის ისაუბრო. ბავშვი როგორც კი საუბარს ისწავლის, 2 წლის იქნება თუ 5-ის თუ ზემოთ არა აქვს მაგას მნიშვნელობა. ბავშვთან ეცადო რომ ის გადიხილო როგორც ინდივიდი. ბავშვს თუ შენ დაანახებ რომ არის პიროვნება და შენ მას ელაპარაკები როგორც პიროვნებას, ის აუცილებლად მოყვება. სკოლაშიც ასეა, როდესაც მასწავლებელი ხედავ რომ ბავშვთან არის ინდივიდუალური სამუშაო, შენ გიწევს რომ მას დაელაპარაკო როგორც ინდივიდს და ეს აუცილებელია. თუ ჩვენ მასში დავინახავთ პიროვნებას ბავშვებში, მათ ეს მოწონთ და ისინი წამოვლენ ასე ვთქვათ დათმობაზეც და ისინი იაზრებენ თუ რატომ კეთდება. უნდა აუხსნა. თანამედროვე სოციალური პირობები და გამომდინარე მშობელი მუშაობს, რაღაც გადატვირთულია, შეიძლება ყოველდღიურად ახსნის საშუალება არ ქონდეს რაღაც გადაწყვეტილებების, მაგრამ ეს აუცილებელია. ბავშვს უნდა დაუთმო დრო. ხო, ეხლა ისე ამბობს თქვი, თითქოს ჩემზე საუბრობდნენ. მეც ჩემ შვილთან ვცდილობ რომ რა დროსაც გავატარებ იყოს ხარისხიანი. და როცა მართლა ჩემ შვილს აღვიქვამ როგორც პიროვნებას, ისე ვუდგები და ვესაუბრები როგორც დიც. კი, და ინტერესებს ვითვალისწინებ გადაწყვეტილების დროს, უფრო კარგ შედეგზე გავდივარ. კი, და ნდობის ხარისხიც არის გაზრდილი ჩემ მიმართ. კი ბატონო, დააკვირდით. ერთი დღე რაღაც გადაწყვეტილება მიიღეთ და აუხსნით და ისე მიიღეთ, მერე სპეციალურად რაღაც გადაწყვეტილება მიიღეთ და არ აუხსნათ. შეიძლება არაფერი თქვას ბავშვმა, მაგრამ მის ხასიათში მიხვდებით, მის გამოხედვაში მიხვდებით, რომ შეიძლება ეს აისახოს. ბავშვები ყველაფერს გრძნობენ, არამც თუ საუბრის ეტაპიდან, დაბადების მომენტიდან და ამიტომ საჭიროა რომ ესაუბრო. მესმის დღევანდელ პირობებში ყველას რესურსობრივად ცოტა ესეთი მიმართულება ადვილი არ იყოს. ყოველთვის საუბრის და რაღაც ახსნის რეჟიმი, ამიტომაც არის პედაგოგები, ბაღი, უნდა იყოს განვითარების საშუალება. ბავშვს უნდა მიეცეს იმის განვითარების საშუალება, რომ აირჩიოს სად რა უნდა მას. აი კანონში თუ ავიღებთ, ხო მაგალითად არის რამდენიმე მიმართულება, მოქალაქეობის შეცვლასთან დაკავშირებით 14-დან 18 წლამდე ბავშვის თანხმობა უკვე საჭირო. აი, როდესაც ბავშვი უკვე 10 წლის არის და მშობლების განქორწინება ხდება, იქ უკვე არის ბავშვის თანხმობა, ის სად უნდა ცხოვრება, არჩევანი მას უნდა კითხო და ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა. რომ ინდივიდი თუ არ განვითარდა და თუ ჩვენ განვიხილეთ ნებისმიერმა, თუნდაც პედაგოგმა და ნებისმიერმა ადამიანმა მარტო მშობელზე არ ვსაუბრო, ვისაც შემხებლობა აქვს ბავშვთან რაღაცა სუბიექტი, რომელიც რაღაც ჩვენი ინტერესების გაგრძელება შეიძლება განვიხილოთ, ის ბავშვი არ ამოხდა. ბავშვს უნდა ესაუბრო და დაუდო არგუმენტები. აი ჩვენი დროის აღზრდა სხვა იყო, არა ვართ დიდებ მთლად ისე ასაკში, მაგრამ სხვა თაობა იყო, სხვა განვითარების ეტაპი იყო, ინფორმაციული წვდომა სხვა იყო, ამიტომ დღეს უფრო სხვა. კი ბატონო. ახლა შენ რომ ესაუბრები, პრაქტიკაზე დაყრდნობით არის ეს ყველაფერი, ვიცი რომ ხარ მასწავლებელი სკოლაში და აი ბავშვებთან ურთიერთობაზე დაყრდნობით საუბრობ, რა გამოცდილებაც გაქვთ. ახლა მინდა ისეთ თემას შევეხო, ცოტა მტკივნეულს, მაგრამ ამის ვთქვა რომ ვხედავთ სკოლების ვითარებას, ბულინგი არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, რომელიც რატომაც დღემდე მოუგვარებლად მიიჩნევა და აი სად ხედავ აქ გამოსავალს, როგორც მასწავლებელი და როგორც იურისტი, რომელიც ამ კანონებს, უფლებებს ყველაფერს კარგად იცნობს. კი ბატონო, აქ ნახეთ რა ხდება.
სახელმწიფო, პედაგოგი, ოჯახი. ერთიანობაშია. ბავშვს როდესაც რაღაცა გაუჭირდა, მან თავი მარტო არ უნდა კოორდინირებულად უნდა გაესაუბროს მშობელს, მასწავლებელს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის მცირედი გაცდაც კი აღიქვა, იმისგან გამომდინარე, რომ ბავშვს შეიძლება ის მცირედიც, რაც შეიძლება უფრო სრულიშველად მოეჩვენოს, იმისთვის იყოს მტკივნეული და რაღაც რთული და ამიტომ თუ არის დავუშვათ რაღაც ბულინგის თემები, სადაც სკოლა და მშობელი უნდა ჩაერიოს, ეს აუცილებელია. თუ ბულინგი უფრო ძიმე ხასიათს იღებს, აი კიბერბულინგი ხშირად გადადის პერსონალური მონაცემების დაღობის ფორმატში და თუ ბულინგი უფრო ძიმე ხასიათს იღებს, ისე რომ სახელმწიფოს სხვა ორგანოების ჩართვა არის საჭირო, ამ შემთხვევაში ბუნებრივია უნდა ჩაერთოს და სახელმწიფომაც ბუნებრივია თავისი როლი გახსნილების მექანიზმით, პოლიცია იქნება თუ მანდატური სამსახური თუ სხვა სისტემა უნდა მოხდეს ამაზე რეაგირება. მთავარია არ დავტოვოთ ბავშვი რეაგირების გარეშე. არ უგულებელ ვყოთ მცირედიც კი, დიახ, მცირედი რაღაც წყენაც კი უნდა მოხდეს მისი გაანალიზება, გააზრება, რატომ მოხდა ეს. ყველაფერს აქვს მიზეზი და თოვლის გუნდის ეფექტივით არის რა. ამაზე თუ თვალს დახუჭებთ, მე უფრო დიდ. კი ბატონო. იმაზე გამკლავებ. კი, აი გეთანხმებით, სწორად ამბობთ, აი ზუსტად ეგ არის, რომ ბავშვის განვითარება, აი ბულინგი რა და ბულინგთან მიმართებაში ძალიან ბევრი პროექტები კეთდება, სამუშაო პროცესები, ხშირად ახლა პროექტული სწავლებები შემოვიდა და ამ კუთხითაც ბულინგს ირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ მე-7 კლასიდან ამ თემაზე ბავშვები სამოქალაქო განათლებაში მუშაობენ, მაინც ეს თემა ყოველთვის არის. და ხედვაა სხვადასხვა განსაკუთრებით საფრთხილოა კიბერბულინგი, სადაც ხდება სიმცითი, ინტერნეტ სივრცეში გარკვეული მასალების წვდომა იყოს შეიძლება, რაც არ შეიძლება რომ ბავშვისთვის სასიკეთო აღმოჩნდეს და ეს არის ზუსტად ის სტანდარტები, რაზეც უნდა იმოქმედოს და მთავარია ვიმუშაოთ იმ კუთხით, რომ მოხდეს ბულერისა და ბულინგის მსხვერპლის სოციალიზაცია, ჩართულობა და უნდა აუხსნა ორივე მხარეს, რომ რატო აკეთებს ამას, რა შეიძლება რა მიზეზი აქვს, შეიძლება თუ არის რაღაც ისეთი მძიმე ფაქტორები აქვს სოციალური მუშაკით ჩაერთოს, იმიტომ რომ ხო ეს აგრესია არ იბადება სადღაც აერიდან, შეიძლება ბავშვი რაღაცას ვერ ამბობს, რაღაც თვითონაც კი ოჯახიდან თვითონაც შეიძლება ყოფილიყო, კი ესეც არის. თვითონაც შეიძლება ყოფილიყო, ამიტომ იქ ბავშვს როცა საუბრობთ ბავშვზე, იქ არ შეიძლება განვიხილოთ ცალსახად ერთი მხარე ან მეორე მხარე. თავისუფლად ბულინგს ვინ ჩადის, ბულერი ეგრეთ წოდებული, ისიც მსხვერპლია რაღაც გარემოებების. რომ ადამიანს აგრესია არ შეიძლება დაებადოს, თუ ამის გარემოება არ არსებობს. შესაბამისად ორივე მხარეს და უნდა იმუშაოს და მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფოს აქვს კაცრი აღსრულების მექანიზმები, ჩართულობა, იქ ფსიქოლოგიური მიმართულებებიც ყველანაირად მშობელმა უნდა ეცადოს, რომ არა მარტო მშობელმა, ბულინგი ძირითადად განხილულია როგორც სასკოლო სივრცეში მომხდარი პრობლემა, თუმცა ყველამ უნდა ეცადოს, აი პრაქტიკაში რამდენადაც შესაძლებელია, იმდენადაც უნდა მიხვდე ბავშვის ინდივიდუალური ხასიათიც და უნდა იცოდე, რომ რატომ მოხდა ეს, თუ დაადგენ მიზეზს, აი როგორც ავადმყოფობის დროს არის, ხო? თუ დაადგენ ავადმყოფობის მიზეზს, მოახერხებს გაკვირვასაც, ესეა ეს თემაც. ყოველთვის, მაგრამ აქ ვერც მშობელი გახდება რამის. მარტო ვერც ბავშვი და ვერც რა თქმა უნდა კონკრეტულად ცალკე აღებული უწყება. ეს არის კოორდინირებული მოქმედების შედეგი და რა თქმა უნდა ბავშვზე ზრუნვის შედეგი. თუ შენთან ბავშვი არ იგზნობს თავს, ესე რომ მაინც არ აინტერესებს და რატომ მოუყვე, აი
ამ მეტად თუ გადალახავ, იქ ყველაფერი მოგვარებადია და მთავარია ისე მოგვარდეს ეს, რომ არ მოხდეს ბავშვის ინტერესების და ფსიქოემოციური მდგომარეობის დარღვევა. იმიტომ რომ ეს სამომავლოდ აისახება მის მომავალ განვითარებაში და სადღაც წლების შემდეგ ეს გამოვა როგორც მძიმე შედეგია. აუცილებლად აისახოს. შეიძლება ეს აგრესიული ქმედებების რაღაც ნაწილი აისახოს, როცა ის თვითონ გახდება უკვე ოჯახის შემქმნელი და მას ეყოლება აი სადღაც მაინც ბულინგი. დომინოს ეფექტი. კი, აუცილებლად კი. ძალიან ისე გამოგვივიდა საუბრები, ყველაფერი ეფექტებს მივაგვაა. კი, არა, რეალურად ეგრეა. ის გუნდის დომინოს, მაგრამ რეალურად ასე არის. კი, რეალურად ეგრეა. თუ ბავშვს შეიძლება რაღაც წარსულის ტრავმები აქვს, იქ შეიძლება რომ მერე გამოჩნდეს ეს ტრავმა მის ქმედებაში. ამიტომაც მნიშვნელოვანია გავიაზროთ რა ხდება. შესაძლებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება, თუ არა და მერე უგულებელყოფა არ არის. უგულებელყოფა კი არც ერთ შემთხვევაში. და პრევენცია ყველა ვარიანტში. პრევენცია აქ უკვე სკოლასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მასწავლებელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი საგადი ცოტა პირდაპირ არის ბავშვთა უფლებებზე მიბმული და ზოგადად სამოქალაქო განათლების და პირდაპირ არის ამ კუთხით მიბმული ამ საკითხებზე და უმთავრესია რომ ბავშვმა იცოდეს რისი გაკეთების საშუალება აქვს, რა არ უნდა გააკეთოს, თავარია რა ვალდებულებები აქვს და აუცილებლად უნდა ახსნას რა საქციებით მოყვება. შეიძლება ბულინგი მარტივად გადავიდეს სისხლის საბართლის დანაშაულში, უნდა ახსნას რომ ამას მოყვება გარკვეული ტიპის მძიმე შედეგები მისთვისაც კი. ეხლა მინდა მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ასეთ თემაზე გადავიდე. მშობლებს აქვთ თუ არა უფლება? მგონი არ აქვს დასაწყისიდან მე ვიცი, მაგრამ მაინც აი ბავშვის სამედიცინო ან ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არ აღიარონ, უარყონ ან დამალონ. აი ამას რატომ გეკითხები? ხშირად სკოლებში არიან ბავშვები, რომლებსაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსი უნდა ჰქონდეთ წესით. მაგრამ არის შემთხვევები, როცა მშობლები ამაზე თავს იკავებენ, უარს ამბობენ ამ სტატუსის მინიჭებაზე ბავშვისთვის. ნუ რაღაცა კი, რა სიტყვის ხალხის მოდელი, კი. რა სიტყვის ხალხის და ამასობაში ისე გამოდის, რომ ეს ბავშვი შეიძლება ვერ დაეწიოს საგაკვეთილო პროცესებს, რაღაცა დონით უკან დარჩეს, მაშინ როცა ამ სტატუსის შესაძლებლობა ექნებოდა, რომ ყოლოდა ცალკე მასწავლებელი თქვათ, ვინც მის სწავლის პროცესს გადაღებას მიაქცევდა და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში იურიდიული თვალსაზრისით რა ხდება? მოდით გავმიჯნოთ რა. პირველი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შორიდან რომ დავიწყოთ, გახსოვთ თქვენ წინა წლებში 90-იანი მოფხდელობაში შედა უფრო იქეთად შეიძლება ყოფილიყო სახლში შეშობილი ყოლოდა ოჯახს და იმას რომ რამე დაემართებოდა გარდაცვალება ადრე მძიმე ჯანმრთელობა მე ხდებოდა მეზობლები რომ ყავს. იმიტომ რომ იქ იყო ესეთი დამოკიდებულება რომ აბას სხვაც ყავს ოჯახში და მე ეს რომ დაინახონ რა მოხდება და ადრე ეს იყო. ღმერთმადლობა დღევანდელი კანონმდებლობაც არ აძლევს საშუალებას და მორალურადაც შეიცვალა მშობლის დამოკიდებულება და სახელმწიფოს და საზოგადოების დამოკიდებულებაც. აი აქ უკვე ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ აქვს არანაირი ბერკეტი მშობელს რომ მან რელიგიური თუ სხვა მეთოდების გამო შესულდოს ბავშვის ჯანმრთელობა ან ასე ვთქვათ არ გაამხილოს რა ტიპის პრობლემა არის და თუ ეს რა თქმა უნდა აყენებს ზიანს ბავშვს და აქ რა თქმა უნდა სახელმწიფოს უკვე მკაცრი ახსნილების მექანიზმები ერთვება. აი რასაც თქვენ ამბავთ მეორე მოდელი სასწავლებლზე აქ კი ბატონო გეთანხმებით რომ შესაძლებელია მშობელს არ სურდეს აღიარება, მაგრამ მასწავლებლები ხვდებით რომ ამას ჭირდება ინდივიდუალური საჭიროებები და მაინც გვიწევს რომ მოვერგოთ და მისი ინტერესების დაცვა მოვახდინოთ ჩვენი შესაძლებლობებით. აი მაგალითად შევთავაზოთ მარტივი ტიპის დავალებები, შევთავაზოთ უფრო მსუბუქი სამუშაო ვითარება, რაც მისი გონებრივი და ინტელექტუალური
რესურსიდან გამომდინარე შეიძლება და აქაც ბუნებრივია რომ უნდა აღიაროს. აი ხშირად მე ვამბობდი, იცით რომ მე თავადაც შეშამპირი ვარ და წლები ამ თემაზე მიმუშავია და ხშირად მე ვამბობდი რომ შობელს უფრო უჭირს რაღაცეების აღიარება, ხო აი ვიდრე ბავშვს რაღაცებთან შეგუება, იმიტომ რომ ბავშვი თავის ასაკთან ერთად ლახავს ხოლმე და ეჩვევა რაღაცას და არის თემები, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბავშვს უნდა შევხედოთ როგორც ინდივიდს. ყველა ერთ დონეზე ვერ იქნება, ყველას ერთი დონის საჭიროება ვერ ექნება. ზოგი უკრავს, ზოგი კარგად მღერის, ზოგს ხეზე კვეთა გაბოდის. აი აქაც თუ გინდათ პროფესიის არჩევა ავიღოთ. დიახ. პროფესიის არჩევას ბავშვი უნდა მიიყვანო იმ დონემდე რომ თვითონ გადაწყვიტოს როგორ უნდა, რა თქმა უნდა ოჯახის რესურსების გათვალისწინებით, შეიძლება ტრადიციების გათვალისწინებით, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მოხვეული რაღაც ისე რომ მე შეიძლება მინდა რომ თქვა მაგალითად ბავშვი იყოს ექიმი, მაგრამ რადგან ოჯახის წევრების მიდის დინასტია რეალურად რო ვთქვა, მაგრამ ბავშვს არ ქონდეს ამის ინტელექტუალური და რესურსი და ზოგადად მორალური რესურსი. შეიძლება იმას საერთოდ მუსიკაზე უნდა წასვლა და ამ თემას გაყვეს. ან ნახეთ, ბავშვი არ უნდა განვიხილოთ როგორც ჩვენი გაგრძელება, ბავშვი უნდა განვიხილოთ როგორც ინდივიდი, რომელსაც დამოკიდებელი, რომელსაც განვითარებაში ცხელი უნდა შეუწყო. აქაც თავარი მაინც არის ის თუ მას როგორ აუხსნის მშობელი. უნდა ვიცოდეთ მე რა დაჭირდება, რა ტიპის ჩარევა მასწავლებელს ჩვენთან ატარებენ ყველაზე დიდ დროს ოჯახიდან როცა მოდიან და ამიტომ ჩვენც უნდა ვიცოდეთ რა ტიპის მოქმედებები გავატაროთ. ყოფილა შემთხვევები რომ ბავშვს მშობელთან ერთად და ასე ვთქვათ საურთიერთობებით ყოველთვის აი მნიშვნელოვან შედეგებს მიგვიღწევია, როდესაც მშობელი გირეკავს და გეუბნება ამე ჩემი შვილი რა შობა და მე ამის რომ ბავშვს ეუბნები იცი დამირეკა და მოიკითხა, თქვენ უნდა ნახოთ მას როგორ ხარიათ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ან თუ გინდათ ბავშვს რომ დავალებას გააკეთებს და იცი რომ ის დავალება შეიძლება სხვას უკეთესად გამოვიდეს, მაგრამ წაახალისო. და ნახოთ უნდა ბავშვის სახე როგორ იცვლება დადებითისკენ. ამიტომაც ვიძახი რომ ის არის ინდივიდი, ყველას გვჭირდება წახალისება. ყველას გვჭირდება ემოციური და მორალური ფონის შექმნა. შეიძლება მე საერთოდ რაღაც არ გამომივიდეს, მაგრამ თუ მე როგორც ბავშვს პირობითად კარგ პირობებში შევქმნი, ხო, ის აუცილებლად მისი მორალური შეგნებიდან გამომდინარე ბერე აყვება. ყოფილა შემთხვევები, რომ აი სამუშაო პროცესში ბავშვთან ისეთი კომუნიკაცია წასულა, რომ მას უკვე აუჩნდა მორიდება საგნის მიმართ, თემის მიმართ, ეს განსაკუთრებით მას შეხება, როცა პირველად და აკეთებს, იმიტომ რომ თუ აი ნახეთ, ნებისმიერ ადამიანში ეგრე არ არის გადამარტებაში, თუ მე ვხედავ დაფასებას, მე მინდა რომ ამ დაფასებას ვუპასუხო. ისეა ბავშვიც. ოღონდ ბავშვი ამას შეიძლება ვერ გადმოსცემს იმ ფორმით, რა ფორმით და შეიძლება დიდები აღვიქვამდეთ. და მე თუ რაღაცა კომუნიკაციაში გაგვეპარა, მე რებოდის აგრესია. კი ბატონო. ძალიან მაგრად საუბრობთ ასო მადლობა ამ გამოცდილების გაზიარებისთვის. ეხლა ასეთ იმაზე გადავდივარ ჩანართზე. ალბათ TikTok-ის მომხმარებელი თუ ხარ? არა, მაგრამ მაშინ მოგიყვები ასეთ ამბავს. მოკლედ TikTok-ი ამ ბოლო დროს წაღებული აქვს ერთი კაცის ვიდეოებს, ვიღაცა ზურაბიძია, რომელიც ქუჩა-ქუჩა დადის, იღებს ვიდეოებს, ბავშვებს რაღაცებს ყიდულობს და უაზრო ფრაზებს იძახის, კარგია. ნუ გასაგებია, მივხვდი უკვე რა. და უკვე ბავშვები ჩანს, ვიღაცა ბავშვები, მშობლები არ ახლავთ და ბოლო პერიოდში წავიდა ვთქვათ სკოლის დაცვისგან შეპასუხება, რომ არასწორად იქცეოდა ეს კაცი, ვთქვათ პოლიციელებისგან და ასე შემდეგ. აი აქ სამართლებრივ ჭრილში აქვს თუ არა ზოგადად ასეთ ადამიანებს უფლება, რომ სხვის ბავშვებს გადაუღონ ნებართვის გარეშე, ატვირთონ ეს სოციალურ სივრცეში?
აი მე მაგალითად ჩემი შვილის ფოტოების ატვირთვასაც უკვე ვუფრთხი და თავს ვარიდებ სოციალურ სივრცეებში და სწორადაც შვებით. ხო და აი ამ კაცზე მაინტერესებს და ზოგადად ასეთ პიროვნებებზე სად არის, სად გადის ზღვარი უფლებებში, რას აკეთებს არასწორად და რას სწორად. ნახეთ, სანამ მაქამდე მივალთ, მოდი დავიწყოთ იქედან, რომ არსებობს პერსონალური მონაცემები. პერსონალური მონაცემი ეს არის თქვენი ასე ვთქვათ, ფოტომასალები, ეს არის პირადი მისამართი და სხვა და აი ნომერი პირადობის და სხვა და აი როდესაც გადაღების მიმართებაში ხდება რა. ხშირად, როდესაც საქმე არასრულ წრეზე ხება, იქ თუ ეს არის რაღაცა მოქმედება, რომელიც გულისხმობს მის გამოჩენას, თუ არის ისეთი მძიმე სოციალური სიტუაცია, უნდა დაიბლაროს აუცილებლად და უნდა დაიბლოკოს სახე, იმიტომ რომ ბავშვის გამოჩენა არ შეიძლება, რაც შეეხება თან სასკოლო სივრცეში ამის მიდგომა აქ მარტივია. მშობელი, როდესაც ხელს აწერს ხელშეკრულებას სკოლის დროს, მას აუცილებლად თანდართულ დოკუმენტებში აქვს, რომ ღონისძიებების გამო უფლება მისცეს, რომ გამოიყენოს თავისი შვილი აი გადაღების დროს სულაც და მშობლის თანხმობა, ბავშვის თანხმობაც კი. იცით, ეს ძალიან სენსიტიური თემაა, იცით, რომ მოზარდობის პერიოდში ყველას აი რაღაც ფიზიოლოგიური ცვლილება აქვს, საკუთარი სახე მარმოწონს, გარეგნობა, ამიტომ ფოტოს გადაღების დროს ვალდებული ხარ უნდა კითხო. აი ეს ფოტომასალაც, აი როდესაც თქვენ იცით გამოცდილი ხართ ახლა არასამთავრობოში, როდესაც რაღაცას აკეთებ, შენი მტკიცებულება უნდა იყოს გამაგრებული ფოტომასალით და არა მარტო ანგარიშებით, ხო? ამიტომაც ისე უნდა მოხდეს ამ ტიპის საჭიროების დადგენაც, რომ იქ არც ბავშვის ინტერესი დაირღვეს. მშობელი აუცილებლად ინფორმირებული იყოს და რაც შეეხება ბავშვსაც კონდეს იმის სურვილი, რომ მოხდეს თავისი ფოტო-ვიდეო გადაღების მოხვედრა მასალებში. აი რაც შეეხება ამ პიროვნებას, ეს არის ცოტა რაც ოდიოზური ფიგურა და აი აქ მე საფრთხეს რაში ვხედავ, იცით? პირველი რომ რა თქმა უნდა, ეხლა ვიღაცა უცხო ადამიანი რომ მოგადგება და თქვენ ზარგესიამონდება და ჩემი შვილი ვიდეოში კი და ეს არ არის სწორი ფორმა ამ ტიპის გადაღება, მით უმეტეს ეს არ არის შემეცნებითი, ამას მოყვება კიდევ სხვა კომენტარები და რატომ უნდა მოხდეს აი ამ სივრცეში ბავშვი მით უმეტეს რომელსაც არ იცნობდა არა აქვს გარკვეული თემატიკა. აი სამწუხაროდ ინტერნეტ სივრცის პრობლემაც ეგ არის, რომ რა გატრენდდეს ზოგჯერ გვეპარება ეხლა ამ ტიპის ტრენდი ამ მე ვერ ხვდები ამ ტიპის სუბიექტების გატრენდების მას რა ქვია ბიზნეს, მაგრამ არის. ჩვენ ახლა სიმართლე გითხრათ, სამუშაო პროცესში ვისაუბრია კიდეც და მე ეგ თემა ბავშვებმაც მითხრეს, რომ რამდენად აი უყურებენ მათ ჩვენს და მე ვთვალით ეს არის საზოგადოების ბრალი. ნახეთ, ჩვენ რო ახლა სამუშაო გაკვეთილი გადავიღოთ თქო და დავდოთ ჩვენი სამუშაო, აი როგორც ვაკეთებთ. შეიძლება იმას კონდეს სადღაც 50 ნახვა და მსგავსი ტიპის ტრენდებს, ბჭყალებში ტრენდს რა თქმა უნდა, თორე ეს არ არის სწორი ფორმა, კონდეს სადღაც 1000-ობით ნახვა. ეს არის საზოგადოების დამოკიდებულება, საზოგადოება უნდა გაფილტროს რა მოსწონს და რა არა, გემოვნების საკითხია, მაგრამ ნუ გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ თუ გამოჩენა გინდა, გატრენდება გინდა, არსებობს ამისთვის სხვადასხვა საშუალებები, მაგრამ არა ბავშვის გამოყენება, მით უმეტეს უცხო ბავშვი და მით უმეტეს იცი რომ ყველა არასწორად ასე ვთქვათ ერთ მიმართულებაში ვერ აღიქვავს და იქ შეფასებები არაერთგვაროვანი. აქ ცალსახად ამ ვიდეოებში
ბავშვის გამოჩენა როგორც ასე ვთქვათ ვიდეო კადრებში ხო არ არის დაშვებული და აბა მე როგორც ვიცი დაიწყო სპეციალურმა სამსახურებმა მონიტორინგი პოლიცია და სხვა მიმართულებები ჩართულია სწორიც არის რომ ჩართულია იმიტომ რომ თქონდა იყოს დღეს ახლა კი მე ბევრი მეგობარი მყავს გეთანხმებით მე ბევრი მეგობარი მყავს რომელიც ამბობს რომ ჩემი შვილი ისე გაიზარდა ფოტოს გადაღება არ უყვარს ხო მაგრამ ეგ არის რა როცა ბავშვი ისე რომ დედას არ უნდა რომ გადაიღოს გამოჩნდეს ისევ და ისევ მოზარდობის ცვლილებებიდან და სასაკიდან გამომდინარე რატომ უნდა იყოს შვილის კადრებში და ეს უკვე პერსონალური მონაცემების დარღვევაა და ამან შეიძლება ბავშვის ფსიქოემოციურ საკითხზე მოახდიდოს ძალიან სერიოზული ასე ვთქვათ გავლენა სამომავლოდაზე შეიძლება მოგეჩვენოთ როგორც სახუმარო მაგრამ სულაც არ არის სახუმარო თემა აქ სწორედ აქ არის უკვე სახელმწიფოს აღსრულების მექანიზმი და აი დასაწყისში რაც ვახსენეთ საუკეთესო ინტერესები ზუსტად ეს საუკეთესო ინტერესები იკვეთება იმაშიც რომ მსგავსი ტიპის უსაფრთხოების თემა ბავშვს კონდეს დაცული დღეს უსაფრთხოება არ არის მარტო ფიზიკურ ძალადობაზე და დღეს უსაფრთხოება არის ინტერნეტ სივრცეშიც და ესეც უსაფრთხოების ნორმების დაცვის მექანიზმებია და აქ სახელმწიფო სწორად იმოქმედა როგორც მე ვიცი და რამდენადაც მაქვს ამ თემაზე ინფორმაცია რეპორტაჟებიც იყო მომზადებული და მეც მინდოდა რომ შევხებოდი იმიტომ რომ კი ბატონო აი იურისტის კი ბატონო ცოცხლად საუბრობთ განმარტება და ზოგადად საზოგადოებაზე ასეთ ინფორმაციის შესახებ ხმის მიწვენა არის მნიშვნელოვანი. აი გადაცემა დასასრულისკენ რომ წავიყვანოთ, ბოლოს რას ეტყოდი მშობლებს, რა რჩევას მიცემდი, იმიტომ რომ ბავშვის უფლებებს რომ წარმოვიდგეთ, მე ყოველთვის რაღაცა მშობლის როლს ვხედავ. გარდა იმისა, რომ სკოლაც ვახსენე სახელმწიფოც, მასწავლებლებით და ასე შემდეგ, მაგრამ აი მშობელი მაინც ვფიქრობ მნიშვნელოვანი და კი ბატონო, აი რას ეტყოდი მშობლებს, რა რჩევას მისცემდი ნახეთ ბავშვთა უფლებებთან მიმართებაში. ნახეთ მარტო უფლებებზე არ ვესაუბროთ. ხო, უფლებები. მარტო უფლებებზე არ ვესაუბროთ. ბავშვს ყოველთვის უნდა გაუჩნდეს შეგრძნება, რომ მას აქვს ვალდებულებები. მას თუ ვალდებულებებიც არ იქნება შესრულებული, ამას მოყვება გარკვეული სანქციებით. ისე უნდა დაიგეგმოს ოჯახის ფუნქციები, რომ ამას მიეჩვიოს ბავშვი. მშობელს რა აქვს ვალდებულებაში, რომ ღირსეული ცხოვრება, ჩაცმა, განათლება, ჯანდაცვა, ეს პაკეტი შესთავაზოს. და ამასთანავე შესთავაზოს ბავშვს 7 მორალური და ემოციური განვითარების საშუალება. მაგრამ აქ არის მარტივი მომენტი რა. სწორად უნდა მიაწოდო. ყველაფრის უფლება არ შეიძლება გქონდეს. ბავშვი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც დიდი და ყველაფერს მას ვერ მოვთხოვთ, მაგრამ უნდა იცოდეს ოქროშვალეთში თუ რას გააკეთებს, რა ტიპის სანქციურ მექანიზმებზე წავა. ახლა ნახეთ თქვენ წლებია მუშაობთ და გექნებათ კონტრასტული განსხვავება აღზრდის მექანიზმები იგივე მაღალმთიანეთში აქ და სხვაგან აი მუნიციპალიტეტებში ვწუხდებათ სხვადასხვა ხო მიდგომები აი სტილი ზოგადად, მაგრამ თავარი ერთია. ბავშვი უნდა განვიხილოთ როგორც ინდივიდი, რომელმაც უნდა შეგცვალოს. და თუ ჩვენ ვერ შეგცვალა ჯანსაღი ფსიქიკისა და მორალურად განვითარებული თაობის თემა, მაიაქ იქნება უკვე ქვეყნის საფრთხეც და მეორე საკითხია, რომ იგივე უფლებებშიც. ხო? ზოგი იქნება ექიმი, მინისტრი, ზოგი შეიძლება უწყების თანამშრომელი გახდეს, ზოგმა შეიძლება ბიზნესი დაიწყოს, ან ხეზე კვეთა, ან პროფესიული მიმართულება და აი ამ კუთხით ყველა უნდა გაიაზროს, რომ მომავალში მას შეეძლოს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, სხვისი უფლებების დაცვაზეც, მაგრამ ყოველთვის ახსოვდეს, რომ უფლება არ არსებობს ვალდებულებებს გაი, აი მაგალითად მარტივად რო არ ვუკითხო, თქვენ გაქვთ დასაქმების უფლება, მაგრამ ვალდებული ხართ, რომ საშემოსავლო გადასახადებიდან ხო, საპენსიო დეკლარაციები წარადგინოთ.
იგივე სტანდარტით ვუხსნი ბავშვად საგაკვეთილო პროცესში, რომ მე როდესაც აი მაგ ეს ვალდებულება როგორც დიდს, შენ სკოლაში გაქვს ეს ვალდებულება. აი მშობელმა მოგცა განათლების უფლება, სახელმწიფო გეუბნება რომ უფასოდ მოდი ისწავლე. არის, მაგრამ შენ გაქვს ვალდებულება, რომ სკოლას რომ შინაგანა წესი აქვს ის იცოდე, რა წერია და დაემორჩილო. აი თუნდაც დრეს-კოდი ავიღოთ, ხო? მაგრამ რომ მოწესრიგებული უნდა იყოს და სასკოლო სივრცეში იყოს როგორც მოსწავლე. ოკეი, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ინფორმაციები მივაწოდოთ დოზირებულად, მაგრამ ამ ინფორმირებულობისა და ჭარბი ინფორმაციის პირობებში არ მოვახდიდოთ ბავშვის რაიმე უარყოფითი ზეგავლენა და მშობლების მიმართ თხოვნა რაც იქნება და ყოველთვის აი რასაც მე ვაქცევთ ყურადღებას ცირედი საუბარიც კი ბავშვთან ეს არის მისი როგორც ადამიანური ასე ფსიქოემოციური სიჯასაღის ასევე გავლენას მოახდენს მის სასწავლო პროცესში და აიღეთ ექსპერიმენტისთვის თუ გნებავთ ორი ადამიანი რომელსაც მუდმივად აი რაღაცა აქვს დაინტერესები მისით ინტერესდებიან და რა შედეგი აქვს სასწავლო პროცესში და აიღეთ ბავშვი რომელიც დამოუკიდებლად მუშაობს ოღონდ აქაც არ უნდა გადავამეტოთ ზომიერება თუ გაგვეპარა შეიძლება იქ სხვა შედეგი მივიღოთ ზედმეტი თვითდაჯერებულობა და თვითშეფასებები არასწორად გადავითარდეს ამიტომ ძალიან ძნელია მაგრამ ბალანსით მიმართულება შესაძლებელია შეიძლება მე მარტივად ვსაუბრობ წმიდა პრაქტიკი და გამდიდარი და ჯერ მშობელი არ ვარ მაგრამ როცა შეიძლება ეს ვიქნები შეიძლება სხვადასხვაირად დავიდახო და ჩემთვის უფრო იოლია პრაქტიკული თემებით საუბარი მაგრამ თავარია მაინც ბალანსი რომელიც ეხება მომავალ ადამიანს იმიტომ რომ ერთი მარტივი რაღაცაც კი შეიძლება ბავშვის განვითარებისთვის იყოს აი პრაქტიკაში ბევრი რამე გქონია რომ როცა ბავშვი დაანახებ და გახსნი თავისი შესაძლებლობები ისეთი შედეგები მიგვიღია ეხლა კონკრეტულ кейსებზე არც დრო გვეყოფა და არც თემატიკა ისეთი რომ განხილვას შევუდგეთ მაგრამ ნახეთ როგორ არის როცა შენ აფასებ ბავშვის ინტერესს იქ მაღალ შედეგებს აღწევს მე მქონია ეს პედაგოგიურ პრაქტიკაში როცა დამინახე რომ მას შეუძლია ინტერესების სწორად გამოვლენა და მიმიცია მიმართულება დღეს მიღია ძალიან წარმატებული ბავშვი რომელსაც აქვს განვითარების შესაძლებლობა სხვადასხვა მიმართულებებით და ნებისმიერი პედაგოგი ასეა ნებისმიერი ოჯახიც ასეა თავარია მაინც ზომიერება ბავშვი ინდივიდის აღქმა და იმის გააზრება რომ უფლებებს ახლავს არა მარტო მოვალეობებიც ყოველთვის ყველაფერს ჭირდება სტანდარტულად მიდგომა რა კუთხით ბავშვს უნდა შეეძლოს გააზრება მე რომ ამას მიკეთებ მე რას გავაკეთებ აი ბავშვს უნდა დაანახო მე რომ მაინც მშობელთან რა გაუხარდება მშობელს რა აი მაგალითად მე რომ მომცა საშუალება რომ კარგად ვიყო მომზადებული სასკოლო პერიოდისთვის მე რომ მომცა საშუალება რომ აი ჩაცმითაც და ყველანაირად არაფერი არ მაკლია აი იგივე მე რაც გავაკეთე აი ეს უნდა დაადახო აი იგივეა კიდე სკოლაშიც მე რომ მასწავლებელმა შემაქო და მე რომ ვიცი რომ დავუშვათ აი ვერ ვაკეთებ რაღაცას შემაქო იმიტომ რომ ხედავს მომავალ პერსპექტივას აი მე რას აი მოდი ასე კი მოდი ასე აი მოდი ასე გავაკეთოთ რა კი დავამთავრებ ორ წამით მოდი ასე გავაკეთოთ რა მე რომ შემაქეს მოდი იმ დავალებას ხვალ უკეთესი პრეზენტაციით მივიტა და უკეთესი საშუალებით მივიტა მე რომ მინდოდა დავუშვათ რაღაცის ოჯახისგან ხო როგორც ბავშვს პირობითად ვამბობ როცა მას უნდა რაღაც შეძენა ეს აუსრულეს და როცა მას ექცევიან
თბილად მშობელს რა უნდა? კარგი სწავლა ქცევა. მოდი რა, მეც არ ვიხმაურებ, ცოტა ნიშნებს მოვუმატებ. ანუ უნდა დავინახოთ ერთმანეთის საჭიროება. თუ ჩვენ ბავშვს ვასწავლით ურთიერთსარგებლობის მიდგომას, იქ უმარტივესად შეიძლება ყველაფერი მოხდეს. მე არ ვიძახი, რომ ეს გადაიზარდოს რაღაც. აი მე ამას გავაკეთებ, შენ თუ ამას გააკეთებ, ამას არადაირად არ ვაბობ, მაგრამ ურთიერთსარგებლობის მოდელს თუ დავადაკებთ, რომ მე შენ პატივს ვქცევ და შენც აი მაგალითად მე როგორც მშობელს პატივი მეცი იმით, რომ კარგად მოიქცე. სწავლა რამდენიც შეგიძლია უკეთესად გააკეთო. იქ მასწავლებელთან იყო ისე როგორც ოჯახის აღზრდილს ეკადრება. ამას თუ მშობელი დაანახებს და ამაზეც აყვება, ხო? ბავშვი დაინახავს, რომ ისიც ვალდებულია. ანუ ვალდებულებას არ გულისხმობ, მარტო კადოდი არის. მთელი გადაცემა ვიძახი უფლება მოვალეობა, მაგრამ ამას არ გულისხმობ. მხოლოდ კანონის ფარგლებში მორალურ-ზნეობრივი ვალდებულებებიც უნდა გაუჩნდეს. ბავშვი მორალურად უნდა მიიყვა, რაღაცის აღსრულებამდე. იმ კარგი ქცევას კარგი ქცევით უნდა აპასუხებინო. და თუ რაღაცა ვერ კეთდება, უნდა აუხსნა. უნდა ელაპარაკო. ეს არის ჩემი გადმოსახედი და მარტივი მოდელი. საინტერესო მოდელი არის, რომელიც პრაქტიკაში ვფიქრობ კარგად იმუშავებს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. წარმატებებს გისურვებ როგორც პედაგოგიურ, ასევე პროფესიულ საქმიანობაში იურისტის მიმართულებით. დავემშვიდობები ჩვენს რადიო მსმენელებს მომავალ გადაცემამდე. მაგარი, ხართ?